მას შემდეგ, რაც ამერიკული მხარე, როგორც რუსეთ-უკრაინის ომში, ერთადერთი შუამავალი და მომლაპარაკებელი, პირველად უკრაინულ მხარესთან ერთად შეხვდა ევროპელებს საფრანგეთში, პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა. მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ელისეის სასახლეში ერთი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ, სადაც მაკრონმა ამერიკელებს მიმართა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან, ევროპელებთან, თქვენთან ერთად დაახლოებისთვის. იმიტომ რომ ვფიქრობ, ყველას სურს მშვიდობის მიღწევა და ძლიერი და მდგრადი მშვიდობა. თუმცა მოლოდინები არ გამართლდა, რადგან პარიზის შემდეგ ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები იგივე შემადგენლობის მონაწილეობით უნდა გამართულიყო, პირველი დიპლომატების დონეზე და უეცრად და მოულოდნელად ჩაიშალა. სანამ შეხვედრის ჩაშლის მიზეზებზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაზე განსახილველ თემებზე ვისაუბროთ. სამიტამდე ტელეგრაფმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს 7-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელზეც ლონდონში უნდა იმსჯელონ, რომ გეგმა მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის ოფიციალურად აღიარებას და სხვა ტერიტორიების დე-ფაქტო აღიარებას. დიდი შეთანხმების პირველი და მეორე პუნქტი მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთ-უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას. შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს სტამბოლში ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ომიდან 3 წლის თავზე ეს იყო პირველი რეალური შესაძლებლობა, მხარეებს ომის დასასრულისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგათ. ლონდონში დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მარკო რუბიომ კაფეო და კონკრეტული გზავნილები გააჟღერა სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მზად ვართ პროცესში ჩავერთოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ არა უსასრულოდ და არა პროგრესის გარეშე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოგვიწევს ცხოვრება განვაგრძოთ და სხვა თემებზე ვკონცენტრირდეთ. ბატონი ტრამპის გაპრეზიდენტებიდან პირველი 100 დღე თითქმის მთლიანად მიუძღვენით უმაღლეს დონეზე მუშაობას მშვიდობის მიღწევისთვის. თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ გვინდა ამაში დაგეხმაროთ, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ახლავე უნდა ვიცოდეთ, რადგან სხვა გამოწვევებიც გვაქვს. ეს იყო ერთგვარი მოწოდება, რომ არსებულ სამშვიდობო გეგმას ალტერნატივა არ აქვს, რადგან ის ერთადერთია, რაც მაგიდაზიდებს და ახლა მხოლოდ მსჯელობა და შეთანხმებაა დარჩენილი. თუმცა უეცრად 23 აპრილს, როდესაც მსოფლიო ლონდონის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მოლოდინში იყო, ის ჩაიშალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე მარკო რუბიომ, შტატების პირველმა დიპლომატმა უარი განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს მოლაპარაკებებში მონაწილეობის უარის მიზეზად მისი გადატვირთული გრაფიკი დასახელდა. დივანი რუბიო ძალიან დაკავებული ადამიანია, ასე რომ, როდესაც გარკვეული გეგმებია, ისინი ხშირად პირობებზეა დამოკიდებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ლონდონში შეხვედრები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა თავად რუბიო მათ არ დაესწრება. ეს არ წარმოადგენს შეხვედრების შინაარსთან დაკავშირებულ საკითხს. ეს უფრო ლოგისტიკური ხასიათის საკითხს ეხება, რაც ბატონი რუბიოს განრიგს უკავშირდება. თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური და შელამაზებული პასუხი იყო ჟურნალისტის კითხვაზე. რეალური მიზეზი შტატების მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის საბოტირება იყო, რომელიც ლონდონის სამშვიდობო მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ზელენსკიმ გააჟღერა. სალაპარაკო არაფერია, ეს ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებს გარეთაა. ეს ჩვენი ტერიტორია, როგორც კი იწყება საუბრები ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე. მაშინვე შევდივართ იმ ფორმატში, რომელიც რუსეთს სურს, ომის გაჭიანურება, რადგან ყველაფერზე სწრაფად მოლაპარაკება არ გამოვა. ეს შესაძლოა მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვის საკითხი ყოფილიყო და არა ღიად პრესის თანდასწრებით. ისე ჩანდა, რომ ეს განცხადება უკრაინული პოზიციების დაცვის ნაცვლად სამშვიდობო გეგმის საბოტაჟს უფრო ჰგავდა, რასაც დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და მის სოციალურ ქსელში დაწერა. ეს განცხადება ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რამდენადაც ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა ბარაკ ჰუსეინ ობამას ეგიდის ქვეშ და განხილვის საგანი არაა. არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ მას ყირიმი თუ სურს, რატომ არ იბრძოდნენ მისთვის 11 წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა. ამ ტერიტორიაზე მრავალი წლით ადრე, ვიდრე ობამა გადასცემდა, მნიშვნელოვანი რუსული წყალქვეშა ხომალდების ბაზა იყო. ზელენსკის კეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს სატრაბახო. ვითარება უკრაინისთვის სავალალოა. მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან შეუძლია იბრძოლოს კიდევ 3 წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არაფერს მოიტანს, გარდა სიკვდილის ველის გახანგრძლივებისა.
გარდა ყირიმზე გაჟღერებული პოზიციისა, ზელენსკიმ ლონდონის სამშვიდობო მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩაშლილად გამოაცხადა, როდესაც უკრაინულ დელეგაციას კონკრეტული მანდატი განუსაზღვრა. Що стосується нашої команди, вона завтра має мандат на те, що має мандат. რაც შეეხება ჩვენს დელეგაციას, მას აქვს მანდატი განიხილოს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა თუ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა. ასევე მზად ვართ განვაცხადოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მზად ვართ დავჯდეთ ნებისმიერ ფორმატში. Вогню ми готові თუმცა 7-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც ტელეგრაფმაც დაწერა, ცეცხლის შეწყვეტას დიდი შეთანხმების ნაწილად მოიაზრებს და არა ცალკე დამოუკიდებელ პუნქტად. როგორც შანს, ზელენსკის მსგავსი საჯარო განცხადებები გახდა მარკო რუბიოსთვის მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინული მხარე არ იყო მზად ლონდონის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რის შემდეგაც მან ვიზიტი გააუქმა. There is no military solution to this war. We have to be frank. ამ ომს არ აქვს სამხედრო დასასრული. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. რუსეთი უბრალოდ ვერ გადაუვლის უკრაინას და მთელ ქვეყანას ვერ დაიკავებს. უკრაინა კი ვერ უპუაგდებს მათ 2014 წლამდე არსებულ პოზიციებამდე. ეს რეალობაა და ამაზე მოწმობს ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციაც. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა პოზიციები გაიმყარა. პარალელურად კი არ წყდება დაბომბვების სერია უკრაინის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. შტატები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ფსონს ომის გახანგრძლივებაზე დებდა და უკრაინას იარაღით ამარაგებდა, ახლა მხოლოდ მომლაპარაკებლის როლშია. ერთადერთი მხარეა, რომელიც რუსეთს ელაპარაკება, რაზეც ვიტკოფისა და პუტინის 5 საათიანი შეხვედრაც მოწმობს. შესაბამისად, მას მეტ ინფორმაციაზე აქვს ცდომა და რეალობას გაცილებით პრაგმატულად აფასებს. შედეგად სამშვიდობო წინადადება კონკრეტული შეთავაზებებით უკვე მაგიდაზეა. We've issued a very explicit proposal to both the Russians and the Ukrainians. ჩვენ წამოვაყენეთ ძალიან მკაფიო წინადადება როგორც რუსების, ისე უკრაინელების წინაშე და დროა რომ ან მათ თქვან დიახ, ან შეერთებული შტატები ამ პროცესიდან გავიდეს. ნამდვილად ვეცადეთ გაგვეკო ყველაფერი როგორც უკრაინელების, ასევე რუსების პერსპექტივიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლაც სამართლიანი წინადადება შევადგინეთ. ახლა დროა გადავდგათ თუ საბოლოო არა ერთ-ერთი საბოლოო ნაბიჯი, რაც ფართო დონეზე ნიშნავს იმას, რომ მხარეებმა თქვან, ჩვენ ვწყვეტთ სისხლისღვრას. ვყინავთ ტერიტორიულ ხაზებს იმ ხაზებთან ახლოს, რომელიც დღეს არსებობს და რეალურად ვამყარებთ იმგვარ გრძელვადიან დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელიც იმედია გრძელვადიან მშვიდობამდე მიგვიყვანს. ტერიტორიული ხაზების გავლება დაახლოებით იმ ხაზების მიმდებარედ უნდა მოხდეს, რაც ახლა. სავარაუდოდ სწორედ აქ იქნება საბოლოოდ საზღვრები გავლებული ამ კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს, რომ უკრაინასა და რუსეთს ორივეს გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევთ. უნდა მოხდეს ტერიტორიული გაცვლა. Now, of course, that means the Ukrainians and the Russians are both going to have to give up some of the territory. და როგორც შანს, რუსული მხარე გარკვეულ დათმობებზე წასვლას აპირებს, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მიანიშნა. But I will say that I think Russia is ready and a lot of people say ვფიქრობ, რუსეთი მზადაა. არადა ბევრი ამბობდა, რომ რუსეთს სურდა ყველაფრის მიღება. მგონი გვაქვს შეთანხმება რუსეთთან. ახლა უნდა მივახციოთ შეთანხმება ზელენსკისთან. იმედი მქონდა, რომ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო ადვილი იქნებოდა. ჯერჯერობით ეს უფრო რთული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ზელენსკი მოლაპარაკების საბოტაჟს ცდილობს საჯარო განცხადებებით. ამერიკულ მხარეს კი მიაჩნია, რომ უკრაინა მოლაპარაკებებში ნაცვლად პოზიციების დაახლოების ხელშეწყობისა პროცესს მიზანმიმართულად აზიანებს და ამის თქმის მიზეზს მათ დამატებით აძლევს ზელენსკის განცხადებები ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის მიმართ. Вважаю, що пан Вітков მჯერა რომ უიტკოფმა მიიღო რუსეთის სტრატეგია. ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ის ცნობიერად თუ ქვეცნობიერად არ ვიცი, ავრცელებს რუსეთის ნარატივებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არაფრით არ გვეხმარება და მე არ ვთვლი, რომ მას აქვს მანდატი ილაპარაკოს უკრაინულ ტერიტორიებზე. როდესაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ფრონტის ხაზზე არც თუ ისე სახარბიელო პოზიციაშია, რომლის ქვეყანაც ყოველდღიურად იბომბება, ქალაქები და ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ეკონომიკა ჩამოშლილია, ამ ტონით აკრიტიკებს ერთადერთ მხარეს, რომელიც ომის დასრულებაზე მუშაობს, პირველ რიგში ამ მხარის იმედგაცრუებას იწვევს. მეორე მხრივ კი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მისი ქვეყნის მომავალს. შეუძლებელია ვერ ამჩნევდეს ზელენსკი, რომ ქვეყნის 20% ფაქტობრივად დაკარგული აქვს. შეუძლებელია ვერ ამჩნევდეს იმ რთულ ვითარებას, რაშიც უკრაინა იმყოფება ომიდან 3 წლის თავზე. დანგრეული ქალაქები, მოშლილი ინფრასტრუქტურა. მხოლოდ გასულ ღამეს ჟიტიმორის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის, პოლტავას, ხმელნიცკის, სუმის და ზაპოროჟიას ოლქები მასიური კომბინირებული დარტყმის ქვეშ მოექცნენ. განსაკუთრებული ზიანი მიადგა კიევს, უკრაინის დედაქალაქს. მიუხედავად ამისა, ზელენსკი მოლაპარაკებებს აჭიანურებს.
პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინება იწურება. მას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის დამყარება, მას სურს სიკვდილიანობის შეწყვეტა, მაგრამ ამისათვის ომის ორივე მხარე უნდა იყოს მზად და სამწუხაროდ პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მიდის. საინტერესო არა უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით ცვლისკენ. საქმე იმაშია, რომ ზელენსკის რებრენდირებული Deep State ევრობიუროკრატიის განცხადებებით აგულიანებს. ისე ჩანს, რომ ევროპელები მზად არიან უკრაინამ უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს, რაზეც ზელენსკიც თანახმაა. Deep State-ის კონტროლქვეშ მოქცეული ბრიუსელი მილიტარისტულ განცხადებებსა და ქმედებებზე აკეთებს აქცენტს. 800 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს სამხედრო პოტენციალის ზრდაზე და უკრაინასაც აიმედებს, რომ ეს მისთვისაც სასიკეთო იქნება. We're talking about pan-European capabilities domains. ჩვენ საუბრობთ პანევროპული შესაძლებლობების სფეროებზე, როგორიცაა მაგალითად საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, არტილერიის სისტემები, რაკეტები და საბრძოლო მასალა, დრონები და ანტიდრონული სისტემები, მაგრამ ასევე სხვა საჭიროებებზეც. კიბერუსაფრთხოებიდან დაწყებული სამხედრო მობილურობით დამთავრებული. ამ აღჭურვილობით წევრი ქვეყნები შეძლებენ მნიშვნელოვნად გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა და მათ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ მიეწოდოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს უკრაინისთვისაც, ასე რომ ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ ყველაფერს ხორცი უნდა შევასხათ. Their support to Ukraine. So immediate military equipment for Ukraine. თუმცა როდის შეძლებს ბრიუსელი ამ ამბიციური გეგმის განხორციელებას? ეს პროცესია, რომლის შესრულებაც ჯერ ბუნდოვანია, თუმცა რომ შესრულდეს, ამას წლები დასჭირდება. გამოდის ევრობიუროკრატია მხარს უჭერს უკრაინაში ომის კიდევ რამდენიმე წლით განხანგრძლივებას. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე უკრაინის არათუ წარმატებაზე, არამედ მცირედ წინსვლაზეც კი არავინ საუბრობს. პარალელურად კი ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკებებს საბოტირებს ევრობიუროკრატიაც, როდესაც მაგიდაზე არსებულ ერთადერთ სამშვიდობო წინადადებაზე, რომელიც JD Vance-ის თქმით, ტერიტორიულ დათმობებსაც მოიცავს. ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უნდა ითვალისწინებდეს, ხოლო ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, რომელიც ღიად უჭერს მხარს ომის განხანგრძლივებას, აცხადებს, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს ყირიმს რუსულად. თუმცა შეთანხმების პუნქტები არც ევროკავშირს და არც უკრაინას არ სთხოვს აღიარონ ყირიმის დე-ფაქტო სტატუსი. მაშინ რაშია საქმე? მოლაპარაკებების მიზანმიმართული საბოტაჟით უკრაინული და ევროპული მხარეები თითქოს ცდილობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გაჟღერებული პოზიცია სისრულეში მოიყვანოს და პროცესიდან გავიდეს. და რას მოუტანს ეს უკრაინას? Что мы должны отдавать 4 области? По одной простой причине. ვითომ რატომ უნდა დავთმოთ 4 ოლქი? ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან 6 თვეში ან 1 წელიწადში 6 ოლქის დათმობა მოგვიწევს და თუ ჭკუა არ გეყოფა, 8 ოლქსაც დათმობ. ეს არის ის საფასური, რომელსაც ჩვენ ბოლო 34 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომების გამო ვიხდით. დროა ეს გავაცნობიეროთ. მხოლოდ ამის შემდგომ გვექნება შანსი ყველაფრის გადასატვირთად, რომლის შედეგაც ახალი პროექტით შესაძლებელი იქნება განსხვავებული უკრაინის ხილვა. Загрузку проектности. Это одновременно проездной билет за 3-4 года и входной билет в новую реальность, где Украина может быть другой. ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ეს განცხადება ძალიან მძიმეა, თუმცა რეალობა. რადგან თუ ომი ახლა არ შეწყდება, დიდია ალბათობა, რომ უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან კიდევ უფრო დასუსტებული პოზიციებით მოუწიოს მისვლა. კერძოდ გავიხსენოთ სტამბულის მოლაპარაკებები, სადაც უკრაინა გაცილებით უკეთეს პოზიციაში იყო, ვიდრე დღეს არის. მაშინ 2022 წელს Deep State-ის მარიონეტებისთვის, იგივე ბორის ჯონსონისთვის რომ არ მოესმინა უკრაინას, რომელმაც დავით არახამიას თქმით, თითქმის მიღწეულ შეთანხმებაზე მათ უთხრა. როცა ჩვენ დავბრუნდით სტამბულიდან და ბორის ჯონსონი ჩამოვიდა კიევში, მან თქვა, რომ არავითარ შეთანხმებაზე არ მოგვეწერა ხელი და უნდა გვეომა. უკრაინაში დღეს უკვე მშვიდობა იქნებოდა. ომი 3 წლის წინ დასრულებული. ასობით ათასი სიცოცხლე გადარჩენილი, ქალაქები შენარჩუნებული, ტერიტორიებიც. მაშინ რომ შეთანხმება გაეფორმებინა, უკრაინას მხოლოდ ნატოზე მოუწევდა უარის თქმა, რომელშიც ისედაც არავინ იღებს და ამას დღეს ღიადაც ეუბნებიან. და 4 ოლქის ნაცვლად, მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკზე იყო საუბარი. ყირიმის აღიარება დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და ის 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების ერთ-ერთ საკითხად უნდა ქცეულიყო. თუმცა მაშინ Deep State-ის დაკვეთით მოლაპარაკება ჩაიშალა. ომი გაგრძელდა. დღეს უკრაინა გაცილებით რთულ და სუსტ პოზიციაშია და თითქოს ისტორია მეორდება. დღესაც კვლავ Deep State-ი ცდილობს ევრობიუროკრატიისა და ზელენსკის ხელით ჩაშალოს მოლაპარაკებები, გაახანგრძლივოს ომი, რაც ისტორიის გაკვეთილებითა და ფრონტზე არსებული ვითარებით საფუძვლიან ვარაუდს აჩენს, რომ უკრაინის პოზიციებს კიდევ უფრო შეასუსტებს. რადგან ომი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ის ბოლოს მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და უკრაინა დიდი ალბათობით კიდევ უფრო არასახარბიელო პოზიციაში აღმოჩნდება.